მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ლამაზებო, მოდი დღეს ვნახოთ ამ კვირის ენერგიები, თუ რა ენერგიებში იქნებით ამ კვირაში. სანამ ამას ვიკითხავდეთ, ვნახოთ თქვენი ამჟამინდელი ენერგიები, რა ენერგიებში ხართ და რა ენერგიებში იქნებით მომდევნო კვირაში. მას ასე დავიწყოთ და აქ მინდა შეგახსენოთ, აქ გავიწყდეთ ჩემი გვერდის გამოწერა, მოწონება და კომენტარის დატოვება. ეს მაძლევს მეც სტიმულს, რომ ჩაგიწეროთ მეტი საინტერესო გაშლები, რისთვისაც ყოველთვის გიხდით ძალიან დიდ მადლობას. მაშ ასე ნახოთ თქვენი ამჟამინდელი ენერგიები, რა ენერგიებში იმყოფებით ახლა. და მომდევნო კვირის, მიმდინარე კვირის ენერგიები. ნახოთ. და თქვენი ამჟამინდელი ენერგიები არის, რომ თქვენს ცხოვრებაში მოხდა რაღაც ეტაპის დახურვა, თქვენს ცხოვრებაში მიდის ახლა რაღაც ციკლური ცვლილებები, რის გამოც თქვენ ემოციურად ხართ ძალიან გაურკვევლობაში და გიჭირთ კონცენტრაციის გაკეთება რეალობას და თქვენს ფიქრებს შორის. ხართ არჩევანში, არ იცით ამ მდგომარეობაში როგორ მოიქცეთ, რომელი გზა აირჩიოთ და როგორ იმოქმედოთ. თქვენს ამ მდგომარეობაში ვთქვათ, უფრო ემოციურად უდგებით ამ მდგომარეობას და ნაკლებად მოქმედებთ თქვენი ფიქრებით, რადგან ამ მდგომარეობამ იმოქმედა უფრო მეტად თქვენს ემოციებზე. ეს რაც შეეხება ზოგადად მდგომარეობას, მაგრამ შეიძლება იყოს ეს ამჟამინდელი მდგომარეობა, თქვენი ენერგიები, რომ თქვენს ცხოვრებაში დასრულდა ურთიერთობა, სადაც პარტნიორი არ იყო ჩამოყალიბებული, არ ჰქონდა გააზრებული გრძნობები და ურთიერთობაში ჰქონდა ბავშვური ვთქვათ, საქციელები, ურთიერთობას არ უყურებდა სერიოზულად, რის გამოც ახლა თქვენ იმყოფებით ემოციურად ძალიან გაურკვევლობაში და ფიქრებში, არ იცით როგორ იმოქმედოთ და რა გზა აირჩიოთ ამ მდგომარეობაში. შეიძლება იყოს ეს თქვენი ემოციური ფიქრები, წახვიდეთ და აღარაფერი გააკეთოთ ამ ურთიერთობისთვის, თუ დარჩეთ. ასეთ ემოციურ გაურკვევლობაში ხართ, ასეთ ენერგიებში იმყოფებით ახლა. თუ რეზონირდა თქვენზე ეს ენერგიები, მაშინ დარჩით, გააგრძელეთ ყურება და გავიგოთ მომდევნო კვირის ენერგიები. მომდევნო კვირაში, ჩემო ძვირფასებო, ზოგად მდგომარეობაში თქვენთან შემოდის, იცით, სიცხადე, თქვენ ნათლად ხედავთ უკვე გზას, ასე ვთქვათ, წარმატებისკენ. ნახეთ, თუ ხართ ახლა ისეთ ენერგიებში, რომ თქვენს ცხოვრებაში დასრულდა რაღაც ერთი ციკლი, რამაც ჩაგაგდოთ ემოციურ გაურკვევლობაში, მომდევნო კვირაში თქვენ უკვე ნათლად ხედავთ გზას წარმატებისკენ.
თქვენთან მოდის სიცხადის გარკვევა, თქვენთან მოდის ახალი წარმატება, სადაც უკვე თქვენ ნათლად ხედავთ წარმატებისკენ სავალ გზას. ან კიდევ თქვით ურთიერთობას, სადაც დასრულდა ურთიერთობა და ხართ ემოციურ გაურკვევლობაში, თქვენთან შეიძლება მოხდეს გულწრფელი საუბრები, ერთმანეთის შორის სამართლიანი საუბარი და სიცხადის გარკვევა. რის შედეგადაც თქვენ გადადიხართ ძალიან წარმატებულ, გამარჯვებულ და აღიარებულ პოზიციებში. მაგრამ კვირის ბოლოს მინდა გითხრათ, ნახეთ ამ არკანს, კვერთხების 6-იანს, აქვს კიდევ როგორი გაფრთხილება. ადამიანები, როდესაც ჩვენ ვიღებთ აღიარებას, წარმატებას, გამარჯვებას, შეიძლება ჩვენში გაიზარდოს ეგო და კვერთხების 6-იანი გვაფრთხილებს, რომ წარმატების და აღიარების შემდეგ ვეცადოთ, ვიყვეთ ისეთები, როგორებიც ვართ და ჩვენს თავში არ გავზარდოთ ეგო. და ნახეთ ამ წარმატების, აღიარების, წინსვლის, გამარჯვების შემდეგ თქვენ კვირის ბოლოს უკვე გადადიხართ ისეთ ენერგიებში, სადაც იქნებით რაღაც, როგორ თქვა, რაც მიიღეთ ამ მდგომარეობიდან კმაყოფილებაში, მაგრამ ამ მდგომარეობის ჩაბღაუჭებაში თითქოს გეშინიათ, არ დაკარგოთ ის მდგომარეობა, რაც მიიღეთ. ეს არის უფრო მდგომარეობა, სადაც ადამიანი უფრთხილდება იმას, რაც აქვს და არ უნდა დაკარგოს ის, რაც აქვს, მაგრამ იქნებით ასეთ ფიქრებში, ჩემო ძვირფასებო, ყველაფერი მიიღეთ და მიენდეთ სამყაროს, არასოდეს არ იყვეთ ისეთ ენერგიებში, შეგეშინდეთ რაღაცის დაკარგვა, რაღაცის გაშვება, შეიძლება აქ იყოს ეს, რომ თქვენი ურთიერთობა, სადაც მოხდება სამართლიანი საუბარი, სიცხადის გარკვევა და წავა წინსვლისკენ, სადაც იქნებით აღიარებული, გამარჯვებული, თქვენ უკვე გექნებათ შიში, რომ ეს მდგომარეობა არ გაუშვათ და არ დაკარგოთ, მაგრამ არასოდეს არ იყვეთ ამ მდგომარეობაში, რადგან ჩვენი ქვეცნობიერი მუშაობს ყოველთვის და გრძნობს იმ შიშებს და ჩვენ გადავდივართ მერე პენტაკლების 5-იანში. პენტაკლების 5-იანი ეს არის, სადაც ადამიანი რჩება მარტო, არის დანაკარგი და ძალიან მძიმე ენერგია. ამიტომ ყოველთვის იყავით სამყაროსთან მინდობილები, გახსნილები და შეგეშინდებათ ნურაფრის, რაც გასაშვებია თქვენს ცხოვრებაში გაუშვით და რაც მისაღებია, სამყარო ამას ყოველთვის გამოგიგზავნით. ასე, ჩემო ძვირფასებო, ყველას გისურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ კვირას.